აი რაც არის ნაწავლი ამ ჯეოჰუმატით აგერ არის ფაქტის სახეზე და წამობძანდი და გაჩვენებთ ზუსტად იგივე მოვლით იგივე ნაკელით იგივე შეთოხნით იგივე შებარვით იგივე თქვათ მოვლა პატრონობით გაჩვენებთ აი რომელიც არ არის შეწამლული ჯეოჰუმატით განსხვავება აი ერთი რიგი არის ჯეოჰუმატით დამუშავებული მეორე რიგია ჯეოჰუმატის გარეშე და ბაქტოფერტიც ამაკ მიცემული სხვათა შორის აი ჩაბარვის მომენტში გაზაფხულზე ჩვენ უბარავთ ხოლმე ამას ძირებს შებარვა ხდება და აქედან გამომდინარე ფაქტიურად რა არ ვიცი შედეგი მე ძალიან მომწონს ეხლა კიდევ გარდა მაგისა ეს ვენახე აი ნახეთ უბრალოდ რა თითქმის შეიძლება თქვას კაცმა რომ აი რამდენი ფოთოლიც არის იმდენი მტევანი არ არის მაგრამ ბევრით ნაკლები არ არის ნამდვილად რა თან ერთგვაროვანია ფაქტიურად მტევნის კეკლებიც ფერიც ერთნაირია სხვათა შორის დაავადება არაჩანს საერთოდ რაც არის თვითონ ნაყოფი არის მთლიანობაში ჯანსაღი ეხლა თუ აქეთ წამომძანდებით მე სხვათა შორის ექსპერიმენტებს ვაკეთებდი ამასთან დაკავშირებით და აი ყვავილებზეც იმდენად მაინტერესებდა აი ყველაფერი აგერ მობძანდით ეს არის გიორგინა უბრალოდ დეკორატიულია და ყვავილია მაგრამ არ შემიწამლავს მე ეს ჯეოჰუმატი ამაზე არ მიხმარია აი ვიხმარე მეორეზე და ვიხმარე მესამეზე აბატონო აგერ არის ფაქტი ერთი შეუწამლავი მეორე და მესამე და ფოთლის ფერი ნახეთ როგორი არის ამის ფერიც ვნახოთ ფოთლის ვნახოთ და ისაც აბატონო აი ეს არის უბრალოდ ყვავილთან მიმართება მე იმდენად მაინტერესებს ეხლა შეიძლება მე ყველაფერი არ ვიცოდე მე არ მაქვს განათლება აგრონომიული და არ დამიმთავრებია მაგ განხრით უმაღლესი სასწავლებელი მაგრამ мотивация ჩემი მაღალია იმისათვის რომ რაღაცა ვისწავლო ვკითხულობ ვეკითხები უფრო მეტ გამოცდილ სპეციალისტებს და აქედან გამომდინარე აი რაც დავიწყე ახლა აღარ მიქნია ის რომ დამეზოგა ან წამალი და ანდრო ამას არ შევასხი არ მოვწამლე და მოვწამლე მეორე და მესამე და აი განსხვავება თქვენ თვითონ ხედავთ ორჯერ დიდია ის ორჯერ დიდია ეხლა გაჩვენებთ კიდევ პომიდორებს გაჩვენებთ არ არის მოწამლული აი ეს რიგი და აი ეს რიგი აი თუ მობძანდებით აგერ აი დავათვალიეროთ ნაყოფი ძალიან კარგი აქვს მაგრამ ფრთხილად აქ არ გამოვიდოთ ძალიან კარგი აქვს ახლა ამას ნაყოფი თვითონ მცენარე ცუდად არ გამოიყურება მაგრამ გაჩვენებთ ახლა ნუ ეს ნუ ივაშკაცა ამ ერთმა ძირმა და სხვასთან შედარებით უფრო ყოჩაღად გამოიყურება მაგრამ გაჩვენებთ ახლა მე თქვენ სადაც ჯეოჰუმატი გამოვიყენე აი ნაყოფი ნახეთ რამოდენაა ისია ყველა სხვა დანარჩენზე ამას ნაკლი არაფერი არ აქვს მაგრამ ეხლა გაჩვენებთ ჯეოჰუმატი ეს არ არის დამუშავებული ეხლა გაჩვენებთ ამის შემდეგ დარგულს ეს პირველი პარტია იყო აი აქედან მობძანდით ეს ორი ძირი დამუშავებულია სხვათა შორის იმათ შემდეგ არის აი ეს დარგული იმათ შემდეგ ეს უფრო მეტი ახალგაზრდაა მაგრამ აი ფოთოლ შეხედეთ ფერ შეხედეთ და ნაყოფი ნაყოფი იქნება კი არის როგორ არ არის ნაყოფი მაგრამ პატარა არის ასაკოვანი არ არის ჯერ ეს რომ იმოდენა ნაყოფი გონდეს მაგრამ ზომით და ფორმით ძალიან განსხვავდება ეს ერთმანეთისაგან აბატონო აი ფორმეც გადაახდა აგერ იმოდენა არის იმაღლეში ხო აი ნახე მოუწყვიტე და დაუდე და გააშუქებს რაგენას მედი ამან სხვა რა უნდა გააკეთოს ახლა გადასარევად გამოიყურება და სიმაღლეში საკმაოდ არის გაზრდილი ხო იმათ შემდეგ არის ეს დარგული ყავილშია ჯერის
ხო, აი ყვავილში არის ჯერჯერობით. აქვს ამას თავისი ნაყოფები, მე გუშინ დავაკვირდი. სადღაც უკვე ასხია ყოველ შემთხვევისათვის, მაგრამ აი ყვავილი აქვს და ქვემოთაც ქონდა სადღაც ნაყოფი, მაგრამ აი შეხედეთ რამოდენა არის. ეს კიდევ გაიზრდება. ალბათ 1 მეტრს კიდევ მოიმატებს ეს და კიბით უნდა ავიდეთ შემდეგ და უნდა ვნახოთ. ბევრია. არაფერი განსხვავებული მე ამისთვის არ მიქნი. ხო. ამითი ვწამდა. ხო. აი დამუშავების მომენტში ფრეზით როცა ვამუშავებდი მივეცი ბაქტოფერტი ნიადაგში და შემდეგ ვწამლა მაგით. 1000-ში ერთხელ იმას თუ აბადონო აგე რა არ უნდა ამას შიგნით შესვლა და ეს აი შეხედეთ რამდენი ყვავილი აქვს. ეს ყვავილი ყველა კიტრია. რა თქმა უნდა. აი საკეთ არის იგი არ ამაკ დამუშავებული მაგით. მე თვითონ მაინტერესებდა უბრალოდ აი რამდენად კარგია თუ ცუდია. აი ეს არის დაუმუშავებელი. ეს რიგი არის დაუმუშავებელი, ამის იქეთ არის რიგები დამუშავებული. თვითონ აი ფოთოლს ფერს დააგვიდით ფოთოლს, ფოთლის სიდიდეს. ნუ ეხლა ეს მეტი რასი და ოქროს კიტრებს ეს ვერ გამოისხავს. არა, ნამდვილად არ გამოისხავს. მაგრამ თვალდანახულია ეს განსხვავება და რა ვქნა, არ არის ჩემი ისა ქვია ახირება. კი ბატონო. თუმცა ახლა ესეც ხარისხიანს ისხავს ყოველ შემთხვევისათვის და ისიც, მაგრამ აბადონო ამისი ნაყოფი არის ეს, აი მოვზანდით იმის ნაყოფი შეხედეთ. აგე, აი ქვემოთ, აი პირდაპირ. ცოტა აი ხელ უნდა გამოჩნდეს. იგე შეხედე რამოდენია კიტრია. აი ჩამოვსყიდო. და ეს გადავიდა. ეს მოიწამდა. აბადო. ვერჯე იმას აქვნა. აბადო. ეს მოწამლული, ეს მოუწამლული. ეს თორნე დამესახია. აქაც ხედავთ განსხვავებას მე მგონი. ხოლო დავუმზადით აქეთ. ვაზი ვნახოთ, გადავიდეთ. ნახოთ. წამობძანდით მაშინ. აგერ მობძანდით. ეხლა აქ რა ხდება? ეს არის ჩემი ბიძაშვილის და ბიძიას ეზო. მე გავუნაწილე ბაქტოფერტი და ჯეოჰუმატი და დაიწყო ვენაღზე ამისი გამოყენება. ისევე როგორც მე ყოველ ორ კვირაში ბორდოს ხსნარი, ყოველ ორ კვირაში ჯეოჰუმატი. და დამუშავების მომენტში რა თქმა უნდა ნაკელი შეტანილი აქვს, შებარულია, შეთოხნილია და შებარვის მომენტში და შეთოხნის მომენტში იხმარა ბაქტოფერტი. შედეგი მობძანდით და ნახეთ თქვენ თვითონ. ჩემი საზრით ეს არის მაქსიმალური სხმოიარობა. აბატონო, შევხედოთ. 24 ძირია და ელოდება ტონანახევარ ცოლიგოვრს. 24 ძირით. ცოლიგოვრია. ეხლა აქ კიდევ თუნდაც აი ამ წამლის შედეგს მე გაჩვენებთ აგერ თქვენ. ეს არის ერთწლიანი ფაქტიურად ამ წლის ნაყარი არის, რაც არის წამოსული დაახლოებით 4 მეტრი მაინც იქნება. აჰა. აბატონო, აი ეს ბამბუკის ჭიგოზი არის გამოყვანილი და შემდეგ უნდა რომ შეავსოს ის გამოტოვებული ადგილი. ეს არის ამ წელიწადში მიღებული ლერწი. და სხვადასხვა ის რომელიც მე მაქვს ის ცოტა ისეთია რა ველური ჯიშიც არის ის ყურძენი. მაგრამ ამისი უარგისი ძმა არის ცოლიგოვურის თეთრი ფერის ღვინოიცი, საკმაოდ გემრიელია, საკმაოდ კარგია, წყალი და შაქარი არ უხდება მაინდა-მაინც ბევრი. ხო, იმას არა. არც ამას და არც ეს არ უხდება, რომელი ღვინოს უხდება წყალი. ბევრი არ უხდება ოთხებდან. ხო, არ უნდა ვიცი. მაინდა-მაინც ბევრი. ხო, მაინდა-მაინც ბევრი არ არის საჭირო. ხო, და აი ეს იზრდება სხვადასხვა საკმაოდ ნელად.
ზრდის პროცესი აქვს საკმაოდ ნელი ცოლიკოვოს. აი რამდენადაც მე ვიცი და რამდენადაც მე მითხრეს ახლა. არ მინდა ისე გამომივიდეს რომ მე ყველაფერი ვიცი. არ ვიცი, არა ვარ მე განათლებით კიდევ ერთხელ ვამბობ იმას რომ მე სოფლის მეურნეობაში ბევრი არაფერი არ გამაგება, მაგრამ რასაც ვხედავ ეს არის ფაქტიურად 4 მეტრიანი ნაყარი აქვს 1 წლის განმავლობაში აი ამ წამლობის შემდეგ და მე მგონი კარგია, ვერ გეტყვი და აი ამის დაწუნება არაფრით არ შეიძლება. ეს როგორ კარგად გამოიყურება არის ახლა განსხვავება ეგრე პატარაც არის იქ. აი ამ ვენახზე არის გამოყენებული. ეს იგივეა რაც მე გაჩვენეთ თქვენ. აქაც კარგი შედეგი აქვს სხვადასხვის. აი ახლა ფოთლებში არა ჩანს, თორე საკმაოდ ისეთი აქტიური სყოიარობა აქვს, ამას იგივეა ფაქტიურად რა. და აი მარცვლები არის, ჯანსაღი მარცვლებია, ყველა მარცვალი ერთი ფერის არის, ყველა ერთი ზომის არის. და ნუ ახლა თუ ამას ხელშეწყობა არ აქვს და ის ასე ვერ იქნება ეს. რა თქმა უნდა. კიდრიც ახლა უბრალოდ კიდრი რო ავიღოთ. თუ ის დასუსტებულია. და ყოველთვის დასუსტებული იყო, ჩემთან თუ გინდა სიმართლე გითხრათ, კიდრი კი არა, ყველაფერი დასუსტებული იყო. იმიტომ რომ მე იმდენს ვერ ვაკეთებდი, აი რამდენსაც ახლა ბიძა ჩემი იზავს. გარკვეული სოფლის მეურნეობაში დღე-დაღამე აი მე დაკვირვების ქვეშ ეს ყველაფერი. და მონდომებული мотиваცია მაღალი ძალიან. რომ როგორმე ყველაფერი მოწესრიგებული კონდეს და ყველა მკურნალობა და ყველა წამლობა ჩაუტაროს. ამას მე ვერ ვშვები, იმიტომ რომ სამსახური არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ხან არა ვარ საერთოდ აქ. აქ რო არა ვარ, იქ რაღაცა ჩამივარ. აი ახლა დამაგვიანდა მე ერთი წამლობა დაგვიანებული მაქვს. ეს არის როგორც მოგიღებით ჩემი სურვილით და დიდი მონდომებით გაშენებული ახალი ბაღი. სამწუხაროდ აი ეგ ჩავარდნილია, ჩამივარდა. შემდეგ აი აქ ჩამივარდა. აი დაახლოებით ამ მდგომარეობაში იყო შარშან ესენი. აი სპეციალურად არის ავქენი, არ მოუჭერი ეს გამხმა. დაიწყო წელს დაიწყო ახლის ამოღება. აი ეს ვაჩვენოთ. ხო. აი ამისი ღერო აი ეს იყო. აქ იყო ესე იგი მეტრა 15 მეტრა 20. დაახლოებით აი აქ ერთი პერიოდი აი მის თავები ჩანდა მარტო. ხო. იმოდენა თოვლი იყო. მერე ამან რო დაიწია, დამიმტრია. ჩამიმტრია, მაგრამ ეს არ არის დამტროების გამო, ეს თავიდანვე რომ დასუსტდა და ვერაფერი ვერ უშევს. წელს მისცა მხოლოდ აი ქვემოდან დაიწყო ნაღარი. ამის დამუშავების შემდეგ. ამის დამუშავება, კი, ჰუმატის და იმის ბაქტოფერტი. გარდა მაგისა, ამაში ქათვის ფერმიდან ამაკ ნაკელი მოტანილი, ის ამაკ მიცემული შარშან. გადამწვარი ნაკელი მივეცი. ფაქტიურად ტექნოლოგია ის რაც ეკუთვნოდა ამის დარგვას ეს შევასრულე, მაგრამ ნუ ვერ ქნა. ვერანაირად მე ეს შარშა გული ცუდად მიხდებოდა აქ ბაღში რომ შემოვდიოდი, იმიტომ რომ ენერგია ძალიან ბევრი წაიღო, შრომა ძალიან ბევრი წაიღო და ფაქტიურად მე ეს ვერ დავაყენე ფეხზე რა. აი წლევანდე. ეხლა წელს რა ხდება? აი მობძანდით კიდევ აი შარშან როგორი სიტუაცია მქონდა მე? აბატონო აი წელსაც ეს ერთი ძი არის მწვანე, ამონაღარი არ აქვს. დაყარა ფოთოლი და დაამთავრა ამით. გადი, წადი. აბატონო, აი შევხედოთ. ეს არის აი ნახეთ როგორ დამუშავებული მაქვს მიწა. ჩათოხნილი, ფაქტობრივად ჩუმატმა ვერ დაძალა. ვერც უმატმა ვერ დაძალა, ამ ერთზე, მაგრამ დანარჩენზე რომ დაძალა? დანარჩენზე დაძალა. ამასაც ძალახი დააყარეთ ძირს. ჩატოებულია შიგნით. იყოს საგლეში რომ სინეს ტექნება მუდო. რა თქმა უნდა. ხო, მაგი ახლა ფაქტიურად ეს რაც ჩავცელე, ჩავტოვე. ეს ერთ კვირაში იგივე მოსაცრელი იქნება. ხო, მაგი. აი წარმოიდგინეთ თქვენ 95%-ში მე მქონდა ესეთი შედეგი შარშან. დიახ. შარშან. ამას ის დაემატა. ამ დიდთოვლობის შემდეგ. დიდთოვლობამდე. მანამდეც ეგრეა. მანამდე ამან ფოთოლი დაყარა და ფაქტიურად გახდა მწვანე ფერის ღეროები, ფოთოლი არ ქონდა საერთოდ და მერე მოუსწრო შემოდგომაზე
დიდთოვლობამ დამიმტრვია მე ეს. მიუხედავად იმისა, რომ აი აკრული მქონდა სამადგილას, მაგრამ მაინც დამიმტრვია. დამტრეულმა წელს ახალი ნაყარი წამოიღო გადატეხილებმა და რაც გადარჩენილი იყო ფაქტიურად აი ვხედავთ რომ ნაყარი დაწყებული აქვს იქეთ უფრო კარგი მდგომარეობა რამოდენიმე ძირზე და გაცოცხლდა ეს ყველაფერი აი გავიაროთ ეხლა და ვნახოთ. ამას არც ერთ ფოთოლი არ ქონდა საერთოდ. აი ეს ფოთოლი არის ყველა ახალი, ყველა წლევანდელია. ამან ერთი ნაყარი მისცა და გაიჩინა ეს ძველი ფოთლები. ეს ეხლა იწყებს მეორე ჯერ იმას, რა ქვია, მეორე ვეგეტაციას. აბატონო, ამასაც დაწყებული აქვს მეორე ვეგეტაცია. ეხლა მე მითხეს ბაქტოფერტიო არ მიცევა, მაგრამ თლად არ დაგიჯერებ თქვენ და ამას კიდევ მიცე მე დაახლოებით 20-30 გრამ ბაქტოფერტს. არა, ბაქტოფერტი მეტი არ მიცემ. არა? არა. იმიტომ რომ ბაქტოფერტი შეიცავს იმ ნიადაგის დოზას, ხუმატსაც. აჰა. ანუ ნიადაგში ხუმატი აღარ აჭირდება, ფოთლოვანი გამოკვება მიეცით მარტო. ეს ჩემი მეუღლე საკმაოდ ისეთი ის არის, რა ქვია, ბოსტნის მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვს. მოწამლული, მოუწამლავი. აი, მოდი დიმააქეთ. აი ეს კუთხე მაქვს, მოწამლული, იქეთ არის მოუწამლავი. მე არ მეგონა. ხო, მე არ მეგონა. თუ ამ შედეგს მე ასე შევამჩნევდი. ფაქტიურად ეხლა მოხდა ის რომ მე რომ ამას შევასწრე, იმას არ შევასწრე, ვნახოთ რა სიზამს მეთქი. აი ნახა. აი ესაც და ესა ყველას რო შეასხა ვერ გაიგებ, რა მქნა და რა ქნა. რამდენად აი ესეც და ისიც ერთდროულად არის დარგული. იგივე მდგომარეობა მაქვს მე აი თხილებთან დაკავშირებით რა. მოაძლიერა, მოაყოჩაღა და ფაქტიურად თხილის კულტურას ეხლა აქ მასიურად აშენებენ გურიაში, მაგრამ მე ვიცი თვითონ მეთხილეებისაგან როგორი დამოკიდებულება არის ამ თხილთან მიმართებაში. შემოდგომაზე დარგული, აი დეკემბერი, იანვარი, თებერვალში, აი ამ პერიოდში ირგვება ფაქტიურად აქ თხილი და ალბათ წესიც ესეთი არის. ერთი წელი ამან უნდა გადაიტანოს, თავი უნდა გადაირჩინოს. მეორე წლიდან იწყებს უკვე ნაყარს, აძლევს ნაყარს და ხდება რა? წელს აი ამან თავის გადაირჩინა და უკვე ნაყარის წამოღების სურვილები გაუჩნდა იქ. არ არის ახლა ის ნაყარი ისეთი უსაშველოდ დიდი და ძლიერი და რაღაცა, მაგრამ წამოღებული აქვს უკვე. და ვისაც ვეკითხები ახლა, ვინც თხილს აშენებს ბევრი მეთქი, თქვი ამნაირი პრეცედენტები არის ახლა, სადაც გადასარევი ნიადაგებია. აი, თაგორიანი ადგილია ეს და მთებში ზემოთ უკეთესია მიწის სტრუქტურა უკეთესია ვიდრე ჩვენთან. აქ არის ფაქტიურად წითელი მიწა, აი ესეთი რა, ყოველად გამოუყენებელი, მაგრამ მჟავე ნიადაგები, წითელი, ფაქტიურად მე ამას ვაცოცხლებ და ეს უნდა მოვაძლიერო იამები დიდი მაქვს ამოღებული, სადაც მიწა დავამუშავე და ეს ყველაფერი შევიტანე და შემდეგ ჩავრგე და შემდეგ უკვე აი მიატოვებ ერთ სეზონზე და ჩავთვალოთ მეორე სეზონზე თავიდან არის დასაწყები, იმდენად ცუდი სტრუქტურა აქვს ამ ჩვენ ნიადაგებს. ამიტომ ძალიან დიდი ხელშეწყობა სჭირდება აი ამას ყველაფერს ჩვენთან და იმ თაგორიან ადგილებში რომ იტყვიან ხოლმე ესე არ ხდება ხოლმე, მაგრამ უკუღმა დარგო წაღმა ამოვაო. იქ არ ჭირდება ესეთი რაღაცა. ხო, ესეთი სიტუაცია. ეს არის გადარჩენილი ბაღი, რომელიც გადარჩა ფაქტიურად, ნუ აი წელს დაიწყო სიცოცხლე რა. აბატონო, სიმინძე ვიცით, რომ აუცილებლად აზოტი გვინდა. მე მჭირდება ეს ჩემთვინ. ხილად. არ მიმიცი აზოტი, მოდი შეხედე, კიდე ბოტოლ შეხედეთ და გინდა სამოთხშელ გამარგლი. სულ არა, განამარგლი. საერთოდ. მარტო შეწამლე. შევწამლებ. აი ეს ტერიტორია, აი თქვენ, სადაც დადიხართ ახლა. ეს არის იმ ფრეზით, მოტობლოკი დამუშავებული. და ისეთ ფაფუკი არის ეხლაც.
ეს ადრე გაზაფხულზე არის გაკეთებული, აი. აბადონ. ამაზე არც ასუქია მიცემული და არც შემოთოხნილი არ არის. ეგრა მაკლებმა შეესია? ხო, აქ ბალახი იყო და ბალახი შვება თურმე მაგას. არა, ის არ არის, ის სიმინდის მატლი რო არის. არა, ეგ არ არის. არა, ეგ არ არის. აქ უბრალოდ დიდი იყო ძალიან ბალახი. ეხლა ხან გაიცელა ეს ფაქტიურად და ნუ არ ვიცი, ფერიც კაია გამას და ალბათ ბავშვმა უნდა ჭამოს. სტუმრის twin მინდა, ჩემ twin მინდა და არ მინდა ის აზოდიანი ახლა. ეს არ არის ის რომ მე აქედან შემოსავალი მივიღო და ან კიდე ზამთრის სარჩოა ვიღო აქედან. ეს მინდა მე ხილად. მე როგორც გითხარით და მოგიყევით, ეს არის თავისი მრავალფეროვნებით ცოტა განსხვავებული ეზოა. მე მინდა ყველაფერი მქონდეს ხილიდან დაწყებული, თქვათ ბოსნი დამთავრებული. ორად ორი ძირი ჩინურ ხურმას რომ ვეძახით, ის დავრგე აქ, აი მობძანდით, გაჩვენოთ. ესეც სხვათა შორის ძირის დამუშავებული აქ ამას. ხო. ფაქტოფერტით და რამდენი აი ეს შევწამლე, იმდენი ეს შევწამლე. ზუსტად ანალოგიური ბაღი აქვს გაშენებული ჩემს ბიძაშვილს და იმ ბაღიდან ორი ძირი გამოვართვი მე და მესამედი, აი რასაც ხედავთ ახლა ამის მესამედია ის საიდანაც წამოვიღე. ბატონო, აი ნაყოფი. აგერ არის, სადა? ხო, აი ნაყოფი. ორი წლის სცენარია. ხო. არა, ძალიან ძლავრია. ფოტოლი ნახეთ. აქ მე გითხარით რომ არ დავინანე ეს წამალი და არ ჩემი თავი არ დავზოგე. ყვავილები წელს დარგულია გაზაფხულზე. აი ეს არის რომელი ბალი იცით? გაზაფხულზე აცმულები რო არის ჯოხებზე. პირველი ბალი რო შემოდის, აი ეს არის წელს დარგული. და ნაღარია ქვემოდან მიცემული. ეს იზრდება ბუჩქად, ეს დიდი ხე არ არის, მაგრამ ჯერ იმ დროს მოვიტანე კაღამ ზაფხული იყო. აგერ. ერთი წლისაა. ამ გაზაფხულზე დარგული ენერგია, რომელიც იყო დაახლოებით აი ამ ხელა. სადღაც აი ამოდენა ალბათ. ქვემოდან აქვს წამოღებული და ეს გადარჩენილი ეს მერე გამოიღო, საერთოდ არ ქონდა ფოტოლის ზეთ. ტაპორით მოჩეხა კაცმა თვითონ აი ამის ხეზე ეს პატარა და გამომადა თუ გადარჩა კი არა გადასარევად გადარჩა. ნახეთ რამოდენა. აბადონ. ეს კიდევ გაიზრდება. აი ნაყოფი ზეთ უამრავი. აი ფოთოლიც ნახეთ თვითონ როგორი ჯამთელია და ყრივი ფოთლები აქვს. ყველა პიროვნება რომ თავის ეზოს მოუაროს, საჭმელი მაინც ექნება. კაი, ფული ცოტა დეფიციტური რამეა, მაგრამ საჭმელი ექნება და არც ეს არაა ცუდი საქმე. ეხლა მე მინდა გამოვიყენო თქვენი ისა რა ქვია, ჯეოჰუმატი მინდა გამოვიყენო სიმინდში. დიახ. როგორ გამოვიყენო, კარგად მითხარით, კარგად ამიხსენეთ. და იქ ჯეოჰუმატს იყენებდით სიმინდში? სადა? აი იქ ზემოთ. კი, მე კი ვიყენებდი, მაგრამ აგერ ჩემი ცოლის ძმა არის, ხო, ფართობები გვაქვს აღებული. ნუ აქ 30-50 ძირი იქნება და იქ არის 2 გექტარი არის დასამუშავებელი, მაგრამ ის დოზა, აი შეწამვლის დოზა. ხო. არის ლიტრა ნახევარი 400 ლიტრი წყალში, ეგ არის 1 გექტრის დოზა. ლიტრა ნახევარი 400 ლიტრ წყალში, ეგ იმას ნიშნავს, რომ 150 გრამი 40 ლიტრ წყალში რო გახსნათ, თუ ის თქვენთვის საკმარისია. ხო. ხო და რაც მეტი, იგივე პროპორცია იქნება რა, ესე ლიტრა ნახევარი 400 ლიტრ წყალში, 1 გექტრის 400 ლიტრ წყალში 1 გექტრის დოზაა. ლიტრა ნახევარი 400 ლიტრზე. წყალში. დიახ. რამდენჯერ უნდა ჩავატაროთ ამისი წამლობა? ეს არის სამჯერ ხდება. ერთხელ ხდება 3-5 ნამდვილი ფოთლის ფაზაში. რამდენი არის გოჩა? მეორე არის 11-13 ნამდვილი ფოთლის ფაზაში და მესამე არის რძისებ ფაზაში. всё, მეტი არ უნდა.
სამჯერ. სამჯერ. წელიწადში სამჯერ. აი ამ ვეგეტაციის პერიოდებში. ნუ ეს ხელით ხო უნდა შევიდეს ეგ. არა, ეხლა გააჩნია თუ ესეთი პატარა აი ამითი? ამითი? რა თქმა უნდა. კი. რა თქმა უნდა. და აი ესეთი დოზით, ესე იგი, ლიტრა ნახევარი 400 ლიტრ წყალში. აჰა. გახსნით და ესე 1 გექტარზე. 1 გექტარზე. 400 ლიტრა ნახევარი, ლიტრა ნახევარი და ტონა ნახევარი უნდა გააკეთო. ჩემ ვარიანტში მე როგორც ვიცოდი. ამ შემთხვევაში ეს 100 გრამი 100 წყალზე, აი თქვენ ხშირად შეგიძლიათ გააკეთოთ და ეს პერიოდაზე რო გადიქნება. აჰა, პერდა. აი ამ ნორმით ეს არის 3, როგორც თქვა. აჰა, თქვენი კოორდინატები და ამიტომ მოგიკითხავთ ხოლმე ხანდახან ტელეფონზე. დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით, კაცმოყვარეობით.